ეს არის Mercedes V206 C53 AMG, რომელიც რომ გამოვიდა BMW-შნიკებისთვის ძალიან მაგარი საკბილო იყო. იმიტომ რომ 6 ცილინდრიანის შემდეგ Mercedes-მა გამოუშვა 2.0 4 ცილინდრიანი AMG. და გონიათ რომ ეს არის აქ მორჩა ყველაფერი? Mercedes-მა უარესი რაღაცა გააკეთა. ამ ყველაფერს ჰიბრიდი სისტემა დაამატა და C63 AMG შემოგთავაზა. Mercedes-მა გადაწყვიტა რომ განსაკუთრებული გაეხადა ეს ავტომობილი, იმიტომ რომ 4 ცილინდრიან ძრავს თავაზობდა 6 ცილინდრიანის შემდეგ მომხმარებელს და იცოდა რომ ეს ყველაფერი რაღაცა დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ამიტომ Formula 1-ის ტურბოს ელექტრონული სისტემა ჩააშენა. და რას ნიშნავს Formula 1-ის ელექტრონული ტურბო? ამ ტურბინაში ჩამონტაჟებულია ტვინი, რომელიც აკონტროლებს, რომ ტურბინა მუდმივად ტრიალებდეს. ანუ არ სჭირდება, რომ საკმარისი რაოდენობის გამონაბოლქვი დაგროვდეს ტურბინაში, რომ დაატრიალოს, ეს ტვინი მუდმივად ატრიალებს ამას და ასე ვთქვათ, ტურბოლოგი არ გვაქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ რადგან ტურბოლოგი არ გვაქვს, გამოდის, რომ ძრავი ფაქტობრივად ატმოსფერული ძრავებით მუშაობს. შესაძლოა, როდესაც გამოვიდა ეს ავტომობილები, Mercedes-მა რაღაცა გამაზა. ამ ავტომობილებს ჰქონდათ გაგრილების პრობლემა. შესაბამისად, ბევრი მანქანის უკან გამოწვევაც მოუწია და შემდეგ თაობებში უკვე ამ ყველაფრის გამოსწორება. კარგი, რომ გადავიდეთ ვიზუალზე, მინდა გითხრათ, რომ ეს ავტომობილი ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება. მე ყოველ შემთხვევაში მომწონს, ანუ დახვეწილია. სხვადასხვა გარედან რომ შეხედავ, მცირე ზომის ავტომობილის განცდას არ გიტოვებს. რაც ერთი მხრივ კარგია რა. უხდება ეგ ყველაფერი. დისკები არის, რა თქმა უნდა, aftermarket-ი, მე პატრონის გემოვნებით დაყენებული. კი ბატონო, კარგი დისკები ასე ცალკეულად რო ავიღოთ, მაგრამ დიდად მე ამ ავტომობილზე არ მომწონს. უფრო სხვა რამეს მოვახდენი, მაგრამ ნუ გემოვნების საკითხია აქ თავიდან ბოლომდე. ცალკე მანქანა და ცალკე დისკები კარგია. ხოლო უკან მხარეს რაც შეეხება, უკან იცით როგორი ვიზუალი აქვს? თითქოს კუპე უნდა იყოს. უკნიდან რომ შეხედავ, მანქანის საჯდომი ისე გამოიყურება, რომ გეგონება რომ კუპე არის. ძალიან მომცრო ზომის ვიზუალი აქვს და მე მომწონს. ლამაზად გამოიყურება, დახვეწილი არის, ფარების ეს გალაგებად ძალიან მომწონს და ამ მცირე და მომცრო ვიზუალის მიუხედავად უდიდესი ადგილი გვაქვს საბარგულში. აქ წინ მევიჯექი და იმიტომ აქვს აქედან მხარეს დიდი ადგილი, მაგრამ თვითონ წინ იმდენად მცირე ადგილია, რომ დათოს მოუწია, რომ სკამი აი ამ ხელაზე გამოეწია და ფიზიკურად ვერ ჩავჯდები დათოს უკან, რომ განახოთ რამდენად პატარა ადგილია უკან. თუმცა თუ წინაც ადამიანური ზომის ადამიანი იჯდება და არა დათო, მაშინ უკანაც თავისუფლად მოთავსდებიან მგზავრები. წინ სალონში კი არც თუ ისე დიდი ადგილი გვაქვს, როგორც გითხარით უკვე. ჩემთვის ძალიან კარგი ზომის არის ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვარ საშუალო ზომის ადამიანი, თუმცა დათოსთვის ეს ყველაფერი ძალიან პატარა. აი აქ ფეხების ადგილი, მეც კი არ მაქვს აი ისე რა, დისკომფორტს არ განვიცდი, მაგრამ ანუ გრძელფეხება ადამიანი, მით უმეტეს მამაკაცები ავტომობილს ატარებენ აი ასე, ანუ მუხლები აქვს გადაშლილი. და გრძელფეხება ადამიანისთვის დისკომფორტი იქნება აი ესე თავისუფლად აქ დაჯდომა და გვერდზე მგზავრის ადგილზეც დაჯდომა. ამ ავტომობილს რო ყიდულობ, ზოგადად C-კლასს რო ყიდულობ, იცი რომ უკვე სალონი პატარა არის, ზოგადად მანქანა პატარა ზომის არის და შესაბამისად 1.90 მაღალმა ადამიანმა C-კლასი არ უნდა იყიდო. ანუ ამას თავისი მომხმარებელი ყავს, რომელსაც ეს პატარა სალონი უფრო ჭირდება და გამოადგება, ვიდრე დიდი ავტომობილი. ხოლო რაც შეეხება ვიზუალს, მე ამ ავტომობილის ინტერიერი ძალიან მომწონს. პირველად მოხდა, რომ Mercedes-ის ინტერიერი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ აქ რაღაცნაირად არ არის ზედმეტი Mercedes-ული რაღაცეები, აი რო იცის კუბოკრული სავარძლები და აი აქ რაღაცა დამბე, აი რაღაცეები რო იცის Mercedes-მა. ეგ ყველაფერი აქ არ არის, ძალიან მოდერნიზებულია, ძალიან მინიმალისტურია, თან პლუს დიზაინში არის ჩასმული, ანუ მინიმალისტური ყოველთვის არის, რომ დიზაინური დეტალები, აი რაღაცეები ნაკლები აქვს. და აქ ეგრე არ არის, ანუ ეს ჰაერის დამბერები ფორმებშია გამოყვანილი ლამაზად და არა სადღაც ჩამალული ან უბრალოდ ზოლები. ეგრე არ არის. აი აქ გვაქვს რაღაცა ხის ეფექტი, მონაცრისფრო ხის ეფექტი, რომელიც ძალიან უხდება და ლამაზად გამოიყურება. ტყავი აქ გვაქვს წითელი ძაფით შეკერილი და ესეც ძალიან უხდება. აქ გვაქვს კარბონის ბარი, ხელის დასადები, რომელიც აი ამოწეულია და რაღაცა ესეთი თანამედროვე ფილმებში რო არის, სადაც 2040 წელია ნაჩვენები, აი მაგალითად ან მარველის ფილმებში კოსმოსში რო არიან, აი თითქოს აქ ხელი უნდა დავადო და ხელის გულს რო დავადებ, მანქანა წავამაგეთ. აი ეგეთ განცდას ქმნის რა, ძალიან მაგარი არის და მონიტორი არის ჩამონტაჟებული, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. თაჩია და აქედან აკონტროლებ ყველაფერს.
სანამ ყველაზე მთავარზე გადავალთ, რაც ამ მანქანაში მომწონს, მანამდე ვთქვათ სავერძლები. სავერძლებიც ლამაზად გამოიყურება და გარდა იმისა, რომ ლამაზად გამოიყურება, საკმაოდ კომფორტულიც არის. გვერდებზე ეს ბალიშები კარგ ზომაზე არის, მე ძალიან კარგად ვთავსები, თავის დასადებიც ძალიან კარგი არის. თვითონ ხარისხის მატერიაც კარგია, რბილია. მე ერთადერთი რა შენიშვნაც მაქვს, ჩემი პირადი გემოვნებიდან გამომდინარე, ცოტა ბევრი წითელი ძაფი აქ გამოყენებული. აი ამეებს შუაში მოვაკლებდი უფრო და ცოტა სადაც გავხდი. წითელი ძაფი უხდება, მაგრამ ცოტა უფრო სადაც გავხდით. ახლა კი უნდა გადახოთ ყველაზე ლამაზი რამ ამ მანქანაში. მე ყველაზე მეტად არის დეტალი მომწონს ამ მანქანაში. ესეთი ლამაზი საჭე გინახავთ რომელიმე მანქანაზე? აი, ულამ რაღაცნაირად ეს ორი ზოლი აქ რო გამოიყვანეს, რა ლამაზად არის გამოყვანილი. ეს ნიკელებიც როგორ უხდება, უფრო რაღაც წახნაგოვან ფორმას აძლევს. ეს ფორმაც აი ძალიან ლამაზი საჭეა. BMW-მ რანაირად არ გააკეთა ეს საჭე. რანაირად დაასრო Mercedes-მა ასეთი ლამაზი რაღაცას გაკეთება BMW-ს. ავიღებდი ამ საჭეს, ამ Mercedes-ს მოვაშორებდი, გადავიტანებდი BMW-ზე და ვიხმარდი. აქ გვაქვს ჩვენ რეჟიმების გადართვის სატრიალო. სატრიალებელი რა თუნდა ბერკეტი და ის მაღალფარდოვანი სიტყვები. აქ გვაქვს უკვე დეშბორდი მოცემული, ელექტრონული. დანარჩენი საინტერესო რაღაცეები უკვე აქ არის. ეს მეუბნება ხა 18 ლიტრი სწავს 100 კილომეტრზე. ანუ გამოდის რომ ამ მანქანის წვარი 18 ლიტრი ძალიან ბევრი არ მჯერა. აი აქ გვაქვს უკვე ჩვენ კამერა, რომელიც არის 360. ყველა მხრიდან შეგიძლია რომ უყურო ავტომობილს და ძალიან კარგი და გამოსადეგია. ეს არ მომწონს. რაღაცნაირად თითქოს მორყეულივით არის ღილაკი. ანუ მორყეული არ არის ღილაკები ესე იჭირება, მაგრამ თითქოს მორყეულივით არის ისე იჭირება. ეგ არ მომწონს. კარგი, ახლა რომ გავიაროთ ამ ავტომობილით და ვნახოთ თუ როგორია ის სიარულში. ჯერ გეტყვით მონაცემებს, რომ ამ ავტომობილს აქვს 408 ცხენის ძალა და 500 ნიუტონ-მეტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მძლავრი ავტომობილი უნდა იყოს, თუმცა ქარხნულად აჩქარება უწერია 0-დან 100-მდე 4.6 წამში. ხოლო რაც შეეხება უკვე რომ გადავიდეთ მის მართვადობაზე, პირველი რაც ამ მანქანაში შევამჩნიეთ, როდესაც ჩავჯექით და დავქოქეთ, არის რომ ძალიან დიდი ვიბრაცია გადმოაქვს სალონზე. თითქოს ხელოვნურად გააკეთეს ეს ყველაფერი, რომ განცდა გაგიჩინონ, რომ რაღაცა მძლავრში ზიხარ და სპორტულში, იმიტომ რომ 6 ცილინდრიანის შემდეგ უცებ შემოგთავაზეს 4 ცილინდრიანი მანქანა და ანუ Mercedes-ის მოყვარულს, რაც აქამდე გიყვარდა Mercedes-ში, თითქოს ის წაგართვეს, მაგრამ აი მოდი განცდას მე შენ დაგიტოვებ, რომ მძლავრ მანქანაში ზიხარ, ანუ ეგეთ რაღაც აქნას ვითომ, მაგრამ ეგ ყველაფერი ჩემთვის პირადად ძალიან შემაწუხებელია, იმიტომ რომ სალონზე ძალიან დიდი ვიბრაცია გადმოდის. ამასაც როგორც თითქმის ყველა Mercedes აქვს Mercedes-ული ქანაობა. რაც Mercedes-ის მძღოლებს მოწონთ, მაგრამ BMW-ს მძღოლებს არ მოსწონთ. თავიდან ბოლომდე გემოვნების საკითხია და მაგაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვიღაცა მერე გამოხდება და დამიწერს დებილობა კომენტარში, თქვენ კომფორტი არიცით რომ უნიან და მაგითო ამობთ BMW-ს მძღოლი მიგით რაღაცებს. ამიტომ ეგეთმა დებილობა კომენტარმა რო არ მოიგოს 50 ლიტრი საწოვი, ამიტომ ვიტყვი რომ ყველაფერი გემოვნების საკითხია და აქვე შეგახსენებთ რომ დებილობა კომენტარის ავტორი შეიძლება გახდეს 50 ლიტრის საწოვის მფლობელი, ამიტომ აუცილებლად უნდა დაწეროთ კომენტარი და გამოიწეროთ ჩემი არხი უნდა გქონოთ აუცილებლად გამოწერილი და ვიდეოზე დასვათ ლაიქი და თუ არ მოგეწონებათ, მე ახსნათ ეს ლაიქი, მაგრამ აუცილებლად მოგეწონებათ. კიდევ რა უნდა ვთქვათ, რომ ამ მანქანას ძალიან დიდი ბღვილი აქვს, რომელიც არ მჭირდება რომ მქონდეს კომფორტში სიარულის დროს მით უმეტეს. მე სულ ხიპიშობ, სულ უნდა რომ რაღაცა დამიმტკიცოს და არ მჭირდება რომ რაღაცა დამიმტკიცოს. უბრალოდ მინდა რომ შვიდად და წყნარად ვიარო და მანქანის სიმძლავრე გამოიხატებოდეს მის მსუბუქად მართვაში და არა ხმაში. და ეს მანქანა მსუბუქად სამართავი სამწუხაროდ არ არის, იმიტომ რომ პირველ რიგში პედალი აქვს ძალიან გრუპი და ვეჭიდავები გაზის პედალს რომ დავაჭირო და მეორე აქვს Mercedes-ის გადაცემათა კოლოფი, რომელიც საერთოდ არ ქმნის მსუბუქად სიარულის განცდას, იმიტომ რომ ხო, Mercedes ეგეთი კოლოფი აქვს. მაგრამ აქვს ულამაზესი საჭე, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ. ნახე რომ შეიძლება დაიმტრე ამას რომ უყურებ, იმიტომ რომ საჭეზე გაგირების თვალები ძალიან ლამაზია, უნდა უცებ წინ რაღაცა ძალიან. მაგრამ მაგრამ შეჯახების საწინააღმდეგო სენსორი აქვს. იმის მიუხედავად, რომ დისკები შეცვლილი აქვს ამ ავტომობილს და არ უყენია ქარხნული, მაინც რბილად დადის. არა, დადის. არა, რბილი არის ყოველ შემთხვევაში. ეს ყველაფერი დისკების გამოვა და არც თუ ისე ხმაურიანია, იცით? უშვებიდან არ შემოდის გარე სამყაროს ხმები, ხა ძალიან საკმაოდ დატვირთულ ადგილას მოძრაობთ, ბევრი მანქანა არის და რაღაცა იაფასიანის განცდას არ მიქმნის ეს მანქანა.
ერთადერთი რაც მაწუხებს ისე და ისევ თვითონ ამ მანქანის ხელოვნურად წარმოქმნილი ხმა არის. კიდე ერთი რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ამ მანქანას საერთოდ არ ეტყობა სიჩქარე. ისე შეიძლება წახვიდე 80-ით 100-ით, რომ საერთოდ ვერ მიხვდე. ეგ კარგია თუ ცუდი არ არის. კარგია გამოცდილი მძღოლისთვის, იმიტომ რომ არ შეეწუხებს სიჩქარიდან გამოწვეული ხვაურის დისკომფორტი, მაგრამ ცუდია დამწყებისთვის, იმიტომ რომ ვერ მიხვდება რამდენად ჩქარა დადის. და ეს ავტომობილები გამოცდილ მძღოლებს და დაღვინებულ ადამიანებს არ ყავთ. ყავთ უფრო გამოუცდელ და ახალგაზრდებს. და შესაბამისად მათთვის ცუდია. ესეც ხანაობს რაიმდენად არა როგორც ის, თუმცა ესეც ხანაობს და აი მოირწევალოთ რაღაცა თითქოს რაღაც პატარა ადგილი აქვს, სადაც უნდა ირწევალოს მანქანა. და ვერ ვხვდები Mercedes Spectre-ს აკეთებს. მე არ მოწონს პირადად, ბევრს მოსწონს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. ბევრს რატო მოსწონს ეგ იცი? ეგ გონიათ, რომ ეგ არის კომფორტი. ანუ Mercedes-ი მგონია, რომ მაგით იჭერს მომხმარებელს მაგ პატარა რწევით და განცდას უჩენს რწევა მაინც არის. ნახე ფსიქოლოგიურ დონეზე ადამიანს ჩაბეჭდილი აქვს რწევა კომფორტად, იმიტომ რომ იბადები პატარა ბღარი ხარ, რომელიც ამ სამყაროში მარტო ჭყიპინებს ჯერ და წევხარ აკვანში და გარწევენ. ამით იძინებ. ეს გაკ ინსტინქტის დონეზე ჩადებული. ხო, ინსტინქტის დონეზე გაკ ეს ჩადებული. გონია რომ Mercedes-ი მაგას აკეთებს მაგით. და იქიდან გამომდინარე რომ არის 4x4-ზე, უბრალოდ უმეტესი ნაწილი, ანუ ფორმატი კი არის 79% მიდის უკანა თვლებზე, ამის ამძრავობა და 31 მიდის წინ. ეგ კარგია, მაგრამ მეორე ის არის, რომ რაზვაროტი არ აქვს კარგი. ეხლა ჩვენ ვერ მოუხვიეთ. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა. უკანათლებიც უხოს, მაგრამ მაინც რატო ვერ მოუხვიეთ? საჭეტრიალებს ცოტას. თორე მოხვა კაია, კაი, ბოდიში მეგობრებო. სანამ გაეცდობი მანქანას ყოველ შემთხვევაში ესეთ რაღაცებზე გიწევს უცხო მანქანაზე ათვისება და საბოლოო დასკვნა რომ საჭე უხოს ცოტას, მაგრამ მოხვა კარგი აქვს მით უმეტეს უკანა საბურავების ტრიალებს და მაგის ხარჯზე. ნახე როდის გადართობი. ახლა რა თუნდა 9 სიჩქარიანი. ADHD კოლოფიროა. ერთი საინტერესო რაღაც არის, ეს ავტომობილები ბევრი არ დადის, ანუ C53 AMG, VRS6 ბევრი არ დადის. ძალიან ცოტას ყავს. სავარაუდოდ ამის მიზეზი არის ის, რომ Mercedes-ის მოყვარულები გაბრაზდნენ, როცა 4 ცილინდრიანი გამოუშვეს, ეს 6 ცილინდრიანი ძრავის მოყვარული ადამიანები გაბრაზდნენ. მით უმეტეს Mercedes უყვარდა ყოველთვის ბევრი ცილინდრები და წინა მოდელებში 6-8 ცილინდრი ძალიან თამამად არის Mercedes-ში გამოყენებული. და უცებ რო 4 ცილინდრიანზე გადავიდა ეს ხალხის საყვარელი ბრენდი, ალბათ მაგაზე გაბრაზდნენ და ვერ შეგუენ მაგ ფაქტს და მაგიტომ არ დადის ეს ავტომობილები ბევრი. კაი, ერთი დავლანჩოთ, მოდი. ბევრი არ მინდა რომ ვაგეწავო, იმიტომ რომ მაინც Mercedes-ი. ბევრი კი რომ მაგას იცახით. BMW რო გაფუჭდება ძმა ვაკეთებ, Mercedes-ი რო გაფუჭდება ვერ აკეთებ. არ გამოვშტა დინამიკებში უშვებს ყმას. სპორტში კოლოფი კარგი აქვს, ვერ დაუკარგავ. ის სიგრუბე სპორტში აქვს, საჭესած გიგრუბებს, დაკიდებასაც გიგრუბებს, ანუ არ იქანაო ყოველ შემთხვევაში ამ პატარა მონაკვეთზე რაც უიარეთ და მაგასაც ვერ დაუკარგავ. გარედანაც და შიგნიდანაც ვიზუალი აქვს და ამასაც ვერ დაუკარგავ. საჭერო ულამაზესი აქვს, ამას არაზროს არ დაუკარგავ. ჩემთვის ერთადერთი პრობლემა აქ რაც არის, რომ ხელოვნურად აქვს ხმები წამოღებული და ზედმეტია ეს ყველაფერი. ანუ ეს რო იყოს მაგალითად მხოლოდ სპორტ რეჟიმზე, ძალიან გაიქნებოდა. აი, ჩვეულებრივად კომფორტზე რო დადიოდეს, ჩვეულებრივად და არ იყოს ხო ჩუმადი, იდეალური მანქანა იქნებოდა მართლა. აი, მაგ წუნსაც ვერ დავდებდი მერე და აი, ეხლა პროსტო ხო მე ეგ მაწუხებს, თორე დანარჩენი რა, მშვენივრად კომფორტულად ვგზავრობ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ძალიან ლამაზი მანქანა არის და რა, ძალიან გაუსწორდება ნებისმიერ ადამიანს ამ მანქანიდან გადმოსვლა რა. Mercedes-ის სოლიდურობაც აქვს, ავანგარდულობაც. Mercedes-ი. და Mercedes-ი. მეტი რა, კაი სიტყვა გითხრათ ხალხო.
კარგი საბოლოო დრო შევაჯამოთ და გითხრათ, ამ მანქანების საფასო ღირებულება, როგორც გავარკვიეთ, არის 45-დან 50000 დოლარამდე. ანუ ეს არის საკმაოდ შეძლებული ახალგაზრდების ავტომობილი. და კი ბატონო, ვისაც მოწონს Mercedes-ი, ვინც არის ახალგაზრდა, მათთვის იდეალურია. კონკრეტულად ეს ავტომობილიც იყიდება, ოღონდ არ იფიქროთ ახლა რომ იმის გამო ვაქე, რომელიც იყიდება, არა, Mercedes-ის შექება ჩემთვის ცოტა ის არის. ანუ არ მსიამოვნებს და საერთოდ არ მჭირდება, მაგრამ ნუ რაც კარგი აქვს მართლა რეალურად და ბუნებრივად ვთქვი. მე არ გადავიხდიდი 45000 ამ მანქანაში, არც 30000, არც 20000. მაჩუქეთ და გავყიდი, რომ ვიყიდო BMW M-ი, რომელიც მომწონს ამ მომენტში მომწონს F80-ის M-ი, მაგრამ ვისაც Mercedes-ი მოწონს, ის ადამიანი იყიდის. ამიტომ ZT, ესე შეგიძლიათ ნახოთ, ZT Motors-ი Facebook-ზე იყიდება ეს ავტომობილი და რა ვიცი, ბევრი არ ზრდადეს საქართველოში, თან განსხვავებული გამორჩეული ტიპი იქნებით და Mercedes-იც გეყოლებათ რა, თუ Mercedes-ის მოყვარული ადამიანი ხართ. რომ შევაფასოთ და შევაჯამოთ, ერთი შეხედვით, Mercedes უნდოდა რომ რაღაცა ახალი სიტყვა ეთქვა, ჩემი აზრით გამოუვიდა, იმიტომ რომ განსხვავებული რაღაცა შესთავაზა მომხმარებლებს, უბრალოდ Mercedes-ის მოყვარულებს ეს განსხვავებულობა არ მოეწონათ, იმიტომ რომ მთავარი ღირებულება რაც იყო Mercedes-ის თითქოს ის გამოაცალეთ ამაზე გაბრაზდნენ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასეთი სიახლეები არ მაბრაზებს, თუ მაგალითად 4 ცილინდრში ისეთ პერფორმანს მომცემენ, რაც 6 და 8 ცილინდრს აქვს, კაი, 8 არა 6. რაც 6 ცილინდრს აქვს, ოკეი, საერთოდ არ მაქვს ამაზე პრობლემა. ერთადერთი ვისურვებდი, რომ ნაკლებად ხმაურიანი იყოს. აი, მაგაზე პრობლემა მაქვს, საერთოდ არ მჭირდებოდა ეგ, თორე იყოს 4 ცილინდრი, საერთოდ არ არის არანაირი პრობლემა. BMW-შნიკებისთვის არა იწრის, რატომ იცით? იმიტომ რომ BMW-ს 4 ცილინდრი ყოველთვის იდეალურად აკეთებდა თავის საქმეს. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაწერეთ დებილობა კომენტარი, დალაიქეთ ვიდეო და გახსოვდეთ, რომ 50 ლიტრის საწოვის მფლობელი შეიძლება გახდეთ მფლობელს, იმიტომ ვიძახი, რომ საწოვს უკვე იმხელა. ფასი აქვს, რომ 50 ლიტრის საწოვი რო გაქვს, შენ უკვე რაღაცა აქტივის მფლობელი ხარ, ძალიან საკმაოდ ძვირად ღირებული რაღაც. ამიტომ არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და ასევე დამიწერეთ რა ავტომობილი გადავიღოთ.